Сьогодні ми почули з Москви чергові сигнали. დღეს მოსკოვიდან კვლავ მოვისმინეთ ის, რომ ისინი ემზადებიან მომავალი წელი ომის წლად აქციონ და ეს მინიშნება მხოლოდ ჩვენთვის არ არის. უნიშნელოვანესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახონ ეს და არა მხოლოდ დაინახონ, არამედ უპასუხონ კიდეც. განსაკუთრებით პარტნიორებმა შეერთებულ შტატებში, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს. თუმცა რუსეთიდან მომავალი რიტორიკა და მინიშნებები სრულიად საპირისპიროა და ეს აისახება იმ ოფიციალურ ბრძანებებში, რომლებსაც რუსეთი არმიისთვის გასცემს. Розпорядження їхній армії. Треба цей настрій საჭიროა გავიაზროთ რუსული მენტალიტეტი და მივიღოთ შესაბამისი ზომები. ამ მიდგომით ისინი ძირს უთხრიან დიპლომატიას. ისინი ცდილობენ სხვადასხვა დიპლომატიური ენის გამოყენებითა და დოკუმენტებში კონკრეტულ პუნქტებზე ზეწოლით შენიღბონ უკრაინისა და უკრაინელების განადგურებისა და მიწების მითვისების ლეგიტიმაციის სურვილი. ამას მოჰყვება ისიც, რომ ერთ დღეს რუსეთში გამოჩნდება ვინმე, ვინც იტყვის, რომ ევროპის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაც რუსეთის ისტორიული მიწაა. які хтось там в Росії може колись назвати своїм.